ბრიტანეთის უარგუმენტო გადაწყვეტილება და უშედეგო თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე. ორ წამყვან ქართულ ტელეკომპანიაზე მიზანმიმართულმა შეტევამ ბოლო დღეებში ბევრი რამ აჩვენა. დამოუკიდებელი მედიებისთვის არაფერი შეცვლილა, მაყურებლისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში შეუფერხებლად გრძელდება. უსაფუძვლო თავდასხმამ მარტივად გაშიბრა ბრიტანეთის მთავრობის ბრალდების აბსურდულობა და მორიგჯერ აჩვენა უცხოეთიდან მართული ოპოზიციის რეალური სახე. რა გახდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. ფაქტები და არგუმენტები უსამართლო გადაწყვეტილებიდან მეხუთე დღესაც არ ჩანს. სანქციების დაწესების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს პრემიერ-მინისტრი დებატების ჩაშლის მცდელობას ასახელებს. ირაკლი კობახიძის განმარტებით რადიკალების უმეტესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს და გასაკვირი არ არის, რომ ისინი პროცესის ჩაშლას კიდევ ერთხელ მოინდომებდნენ. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლების ხელყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი პირადად ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა. დისკუსიის გახსნის შესახებ ჩვენი ინიციატივა აუცილებელი იყო და მან მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. ეს წარმატება ჩვენი გადმოსახედიდან სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული. პირველი, გაჩნდა შესაძლებლობა საზოგადოებამ მოისმინოს ჯანსაღი, საგნობრივი პოლემიკა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მანამდე მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში ასრთა შეპირისპირების გარეშე იღებდა არასრულ ინფორმაციას. მეორე, გაჩნდა სივრცე, სადაც აზრთა შეპირისპირება არა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გახლეჩვისკენ, არამედ საერთო მიზნის გარშემო მათი გაერთიანებისკენ არის მიმართული. მესამე, მართალია სუბიექტური ვართ, მაგრამ ვფიქრობთ, მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე გამართულმა დებატებმა მკაფიოდ წარმოაჩინა მმართველი გუნდის აშკარა უპირატესობა ოპონენტების მიმართ, როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით. ბუნებრივია ამ შედეგით შეშფოთდნენ ადგილობრივი უცხოური აგენტურა და მათი უცხოელი პატრონები. მათ შფოთვას ისიც ადასტურებს, რომ რადიკალების უდიდესი უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს. ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ იმ პროცესის ხელოვნურად შეჩერებას, რომელმაც საბოლოოდ საზოგადოება მეტ კონსოლიდაციამდე და უკეთეს ინფორმირებამდე უნდა მიიყვანოს. ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები, რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი მესიჯბოქსი და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ. გამოდის, რომ 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც თავისი არსითა და შინაარსით ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული. თუმცა 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებების სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით. ქართულ ტელევიზიებში საჯარო დისკუსიის გახსნიდან ერთი თვეც არ არის გასული, თუმცა დებატებმა მმართველი გუნდის დიდი უპირატესობა ოპონენტების მიმართ კარგად წარმოაჩინა. ნაცმოძრაობამ, რომელმაც დებატებს არა მხოლოდ ბოიკოტი გამოუცხადა, არამედ მასში მონაწილე პირებს საჯაროდ აბულინგებდა. აცხადებს, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან. ბრიტანული სანქციები, რომელიც დაწესდა კონკრეტული მიზეზის გამო, რომელიც მართალია, რუსული მეგანარატივების კოპირება არის შეუთავსებელი დასავლურ ცივილიზაციას. პოსტივის და იმედზე თავდასხმა, რომ უარგუმენტოა ეს ბრიტანეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელცარიელი მისვლითაც დადასტურდა. უწყებაში ახსნა განმარტებებისთვის დაბარებულმა გარეთ ვორდმა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის გასამართლებლად ფაქტები ვერ წარადგინა. გავლენიან ტელეკომპანიებზე მტკიცებულებების გარეშე ლონდონის მხრიდან განხორციელებული აქტი მმართველი გუნდისთვის თავისუფალი სიტყვის ჩახშობის და ურეიტინგო პარტიების გაძლიერების მცდელობა. იმედზე და პოსტივიზე მიტანილი შეტევა ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია, რომელთაც ისინი საზოგადოებას მიმართავენ,
არ შეესაბამება იმ ტრენდს, იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ზოგიერთ ქვეყნებს გააჩნიათ უკრაინასთან მიმართებაში, ამ ომთან მიმართებაში. ეს არის არც მეტი არც ნაკლები, უბრალოდ სიმართლის მოსახლეობამდე მიტანის შეზღუდვის მცდელობა. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მთავარი სათქმელიც ასევე ერთის მხრივ იყო შეფასება იმისა, რომ ეს არის თავისუფალი ხმის ჩახშობის მცდელობა, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე კაფიოთ ხაზგასმა თქმა ყველასთვის, შიგნითაც და გარეთაც, რომ საქართველოში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თავისუფალი ხმა ისმოდეს, მედიის უფლებები იყოს დაცული და თავისუფალი მედია შეუზღუდავად უპრობლემოდ ფუნქციონირებდეს საქართველოში. ეს არის პირდაპირ მცდელობა ბრიტანელების ხელით არაფორმალური მმართველობის მხრიდან მოხდეს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებული ოპოზიციის სასიცოცხლო ძალებით მომარაგება და ასევე მოსუფთავდეს ველი იმ პარტიული პროპაგანდისტული ეგრეთ წოდებული მედიისთვის, რომელიც რადიკალიზმს პროპაგანდირებს საქართველოში. დიდი ბრიტანეთი საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას უცხოელი თუ ქართველი რადიკალების მიერ მიწოდებული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე ცდილობს. ნეიტრალური საქართველოსთვის სადამსჯელო ოპერაციის სამიზნე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტია, რომლის დაზიანების უფლებაც არავის არ უნდა მივცეთ. სამიზნე ამ სანქციების, ამ სადამსჯელო ოპერაციის, აბსოლუტურად უსამართლო სადამსჯელო ოპერაციის არის სიტყვის თავისუფლება და სამიზნე, საბოლოო სამიზნე არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ასევე ეს დიდი მონაპოვარი, რაც ჩვენ გვაქვს 2012 წლის შემდეგ, ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და არც ერთ ქვეყანას, არც ერთ ძალას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას შეუზღუდოს ეს უფლება. ნახეთ, რომ აი ეს დემოკრატიის ეს სერიოზული ნაბიჯი, როგორც ჩანს, გარკვეულ საფრთხედ მიიჩნია რადიკალურმა ძალებმა, რომელმაც შეუკვეთეს, შეგვიძლია პირდაპირ თქვა თავიანთ პატრონებს უცხოეთში, რომ ესეთი სახის ზომები მიიღოთ იმ მიზნით, რომ ეს პროცესი დაზარალებულიყო. ლონდონმა ქართული მედიები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნასა და უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობაში დაადანაშაულა. მძიმე ბრალდებების საფუძვლად კი გონივრული ეჭვი დაასახელა.